ახლა თქვენს წინაშე წარდგება ირინა მაისაია, აგროჰაბის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თემა The Future of Employee Experience. გთხოვთ ირინა. ჩავალქვევით. ეფექტური ჩამოსვლით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა HR Summit-ის ორგანიზატორებს, რომ მომცეს საშუალება წვლილი შევიტანო ამ ღონისძიების წარმატებაში და ცოტა ნერვიულობ, მაგრამ უნდა დავიწყო. სამწუხაროდ პროგნოზები იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარი სულ უფრო და უფრო იფიტება, გრძელდება და კომპანიებს, რომლებსაც სურთ, რომ მოიზიდონ და შეინარჩუნონ ადამიანური რესურსები, უწევთ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გახდნენ სასურველები. მეტნაკლებად საბედნიეროდ უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რა სახის პირობები აკნინებს მათ კეთილდღეობას და პირიქით რა ზრდის მათში სამუშაოს მოტივაციას და სურვილს. უმრავლესობა თქვენთაგანს ნანახი გექნებათ ძალიან ცნობილი ნენსი მეიერსის ფილმია რა სურთ ქალებს. სადაც მელ გიბსონის გმირი რაღაცა შემთხვევის წყალობით ახერხებს იმას, რომ ის თავის კოლექტივში, თავის ორგანიზაციაში ხდება ყველაზე გულისხმიერი, კეთილი, კარგი კოლეგა, იმიტომ რომ მას ესმის ქალბატონების. უკვე შემდეგ რაღაც ნაკლებად ცნობილი ფილმია, შემდეგ სახელიც არ მახსოვს სამწუხაროდ, ქალი არის სპორტული აგენტია და მას ესმის მამაკაცების და ისიც ძალიან კარგად ის მშვენივრად დაალაგებს ყველა ურთიერთობას ამ თავის მამაკაც კოლეგებთან, კარიერასაც ზენიტში აიყვანს, სიყვარულსაც იპოვის და ერთი შეხედვით, აი ჩემთვის ცოტა გამოუვალი სიტუაციები, როცა მაქვს, როცა კოლეგასთან მიმართებაში ვაწყდები ესეთ პრობლემას და ბოლომდე ვერ ვიგებ მათ საჭიროებებს და სურვილს, მიფიქრია, რომ აი რა მოხდება, რომ ცოტა ხნით აი ამ ფანტასტიკის ნაწილი გავხდეთ, ხო, რომ რამდენ რამეს დავალაგებდი. პირადშიც და კარიერაშიც, მაგრამ ნუ რეალობა სულ სხვა და რეალობა ის არის, რომ ყოველ დილას მივდივარ სამსახურში და გარდა იმ გაწერილი საქმეებისა, რასაც ის რუდუნებით ჩამოვწერ ხოლმე ყოველ საღამოს, მეორე დღეს ხდება აურაცხელი, აი ეს უცებ გასაკეთებელი საქმეები. იქ ტელეფონი რეკავს, იქ ვიღაცა შეხვედრა უნდა, იქ კოლზე ვიღაცამ შემთხვევით ჩაგნიშნა და დაავიწყლა გაეფრთხილებინე, იქ დირექტორს გუშინ რაღაცა უნდა და დღეს გაახსენდა, იქ უცებ შეხვედრა დანიშნეს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველთვის ვცდილობ დღის ბოლოს ან რაღაცა ცოტა ისეთ დროს მოვუსმინო ჩემს კოლეგებს, რომლებიც იმ შეხვედრაზე ცოტა გაღიზიანებული მეჩვენენ, იმ ეგრეთ წოდებულ კურილკაში ცოტა უხასიათოთ იყვნენ და რაღაცაზე წაიწუწუნეს და ვიგონებ ჩემთვის აი უცნობ და ნაცნობ სამოტივაციო მოქმედებებს, ოღონდ იქვე ან ჩავეხუტები, ან თავზე ხელს გადავუსვამ, ან პირიქით შევუბღვევ და ვეტყვი, რომ აი რა დროს ეს არის, ეხა მჭირდები და ხვდები, რომ ჩემი მთავარი გატაცება არის ამ ადამიანების პოტენციალზე ზრუნვა, უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვა. გასულად წლეულებში და ხო ამ ყველაფერს ერთვის ის რომ სოფლიო ჯერ კიდევ ვერ გება ამ პოსტპანდემიურ რეალობას, ბიზნესი აგრძელებს აი ამ მოცემულობასთან შეგუებას და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ დღევანდელ აი მონაცემებზე ორიენტირებულ სამყაროში ადამიანური რესურსები განიცდიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. და აი ამ ყველაფრის ფონზე როგორ გავხდეთ ჩვენ სასურველები, ანუ როგორ გამოვიცნოთ ჩვენი კოლეგების სურვილები და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნილებები. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველამ ბევრი წავიკითხეთ, მოვისმინეთ და ვიცით, რომ HR-ის მომავალი წარმოუდგენელია თუ ის არ იქნება ინოვაციური. სადაც ტექნოლოგია და ადამიანური ღირებულებები არ იქნება ერთმანეთთან თანხვედრაში. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობები უნდა გავაძლიეროთ, მაგრამ არამც და არამც აი ამ ფორმირებამ არ უნდა შეცვალოს ადამიანის ელემენტი სამუშაო ადგილზე, რადგან მე ვთვლი და ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანი ასე ფიქრობთ, რომ HR-ი პირველ რიგში ეხებათ ადამიანებს.
და გაგება, მოსმენა, მათი მხარდაჭერა არის უპირველესი სურვილი და საჭიროება ამ ადამიანებისთვის ამ რეალობაში და ამ არც თუ ისე ჰარმონიულ რეალობაში. პირველი ალბათ იმისთვის რომ გავიგოთ რა სურთ ჩვენ თანამშრომლებს, რაც უნდა გავაკეთოთ ის არის რომ დავამუშაოთ მნიშვნელოვანი რაოდენობის მონაცემები მათი უნარებიდან, პიროვნული თვისებებიდან, სამუშაო სტილით დამთავრებული კარიერული მისწრაფებებით დაწყებული, დამთავრებული, ამით აბსოლუტურად ყველა დეტალი. ჩვენ და პირველ რიგში მენეჯმენტს უნდა ესმოდეს, რომ ეს უნდა იყოს უფრო თანაგრძნობის, უფრო ინკლუზიური და მიმზიდველი სამუშაოსკენ მისამართი და გასაკეთებელი საქმეები. აი შაბლონების და აი ამ რაღაცა მონაცემების დამუშავებით ჩვენ HR-ებს გვექნება იმის საშუალება რომ მივიღოთ მეტად უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეს მონაცემთა ანალიტიკა ასევე HR გუნდებს დაეხმარებათ იმაში რომ მეტნაკლებად გამოიცნონ თანამშრომელთა საჭიროებები და უკვე შემდეგ აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი სტრატეგიები რომლითაც სრულად გავხსნით ამ ადამიანების პოტენციალს. და აი ამ ყველაფერმა რომ ჯაჭვური ბმით იმუშაოს, კომპანიებს უნდა ესმოდეთ თვითოული პოზიციისთვის, თვითოული ადამიანისთვის ადგილის და გარემოს შექმნის მნიშვნელობა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ინვესტიციები უპირატესობის პაკეტში არ უნდა დაინანონ. გასულ 10 წლებში ხშირად მათი ისე რა ქვია ბენეფიტები და მათი მატერიალური ასეთი საჭიროებები უფრო ფინანსური სარგებლით ნაზღაურდებოდა. დღეს თანამედროვე მიდგომები შეიცვალა და კომპანიებმა იციან რომ რაც უფრო მრავალფეროვან ბენეფიტებს შესთავაზებენ თავიანთ თანამშრომლებს ეს გაზრდის ჩართულობას. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რამდენად სწორად ვთავაზობთ ამ ბენეფიტებს და რამდენად სწორად არის მორგებული ეს თვითოული ადამიანის საჭიროებებზე. დაახლოებით 1 თვის წინ ბატონმა სანდრო ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ გაგვანებიურა თავისი ღონისძიებით არაჩვეულებრივ ფლომასტერის გუნდთან ერთად მიხარი აქ რო ხართ და ამ ღონისძიების დასასრულს გაგვაკეთებინა ტესტი. შინაარს იყო ესეთი რომ ლაინერმა განიცადა კატასტროფა და ოკეანეში ვინც გადავრჩით მოგვაჩეჩა მარტო ეს რეზინის გასაბერი ნავებით ნიჩბებით. და მოგვცა რაღაცა რაოდენობის განსაზღვრული რაოდენობის და შინაარსის ნივთების ჩაწყობის უფლება. ტესტი უნდა გაგვაკეთებინა ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ გუნდში და ყველა ინდივიდუალურადაც და გუნდში თავიდან ფიქრი დავიწყეთ უსაფრთხოებაზე. იქ მართალია ჩვენმა ყველასთვის კარგმა მეგობარმა ვანო ნადირაძემ ბისკიტს ჩაიდო. იქ ვიღაცამ რადიოც ჩააგდო, ოღონდ ვანომ თქვა რომ ესო იმიტომ ჭირდება რომ ზვიგენმა რო კბილი გამკრას ჭრილობებს დავიმუშავებ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რისთვის უნდა და აი ყველამ და იქ არ ვიყავით მხოლოდ HR-ები, იქ იყვნენ კომპანიის დამფუძნებლებიც, ყველასთვის მთავარი იყო ამ ნავში მსხდომთა უსაფრთხოება. და რადიო იმისთვის მე პირადად რადიო იმიტომ ჩავიგდე რომ რაღაცა ნომერი მივანიჭე მოკლედ პრიორიტეტული ამ რადიოს რომ აი სადღაც რაღაცა ტალღით თუ დამიჭერდნენ და მიპოვიდნენ ეგ იყო მაგრამ უმრავლესობამ ოდესმე თუ მუსიკა გაისმებოდა აი ამ მუსიკით ამ ადამიანებისთვის განწყობა შეექმნათ და დიახ უსაფრთხოება ეს არის პირველი რაც სჭირდება ჩვენს თანამშრომლებს და გარემოს შექმნა და ეს უსაფრთხოება სტანდარტულად არ ნიშნავს მეგობრებო მხოლოდ უბედური შემთხვევის დაზღვევას. ეს მომდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან, როგორიც არის ორგანიზაციის კულტურა. მე ძალიან ხშირად როცა ხვდები ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს და ვუზიარებთ ერთმანეთს რაღაც ჩვენს გამოცდილებებს, ყველაზე ნიშანდობლივი და საზიანო მათ განსჯაში არის უარყოფითი ატმოსფერო, ნეგატიური ატმოსფერო თავიანთ სამსახურებში. ცუდი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან, ცუდი ლიდერები და არასწორად მიცემული და დელეგირებული დავალებები, საოფისე ჭორები, ეს ყველაფერი წარმოადგენს მათ უარყოფით გამოცდილებას. ყველა მათგანს სურს მზრუნველი და სანდო თანაგუნდელები, სანდო ლიდერები.
რადგან ჩვენ და მე პირადად ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ წილს ვდებ ჩემს საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ ყველა ასეა და ჩემთვის ძალიან ღირებულია კარგი ურთიერთობები კოლეგებთან და თანამშრომლებთან და ეს სიმართლე გითხრათ ადვილად გამომდის, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს რთული მისაღწევია. ასევე ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ მქონია ისეთი შემთხვევები, როცა კოლეგა მოდის და მეუბნება, რომ აი ეს ჩემს მიმართ ცივია, გულგრილად მეკცევა და ასე შემდეგ და არასოდეს არ დაფიქრებულა იმაზე, რომ თავად ხომ არ აკლებს რამეს ამ ურთიერთობას, თვითონ ხომ არ არის რაღაცა ნაკლებად მეგობრული, თვითონ ხომ არ არის ისეთი ქედმაღლური ამ საქმიანობაში, რომ ვიღაცის გაღიზიანებას იწვევს და როცა კი წაგვიყვანია ამ ჭრილით საუბარი, ამას ყოველთვის ქონია შედეგი. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა გვიწევს და ვურთიერთობთ ძალიან მრავალფეროვან სხვადასხვა წარმომავლობის, კულტურის, უნარების, ტრადიციების მქონე მრავალფეროვან ჯგუფებთან. და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ აი ამ ატმოსფეროს თავიანთ ორგანიზაციებში, ბევრად უფრო წინ არიან. პატივისცემა თითოეული თანამშრომლის მიმართ. მათი ფორმირება მეტი სწავლებით, მეტი ტრენინგებით, მეტი სასწავლო კურსებით. ოღონდ არა ისეთი, რომ დღეს გაიდლაინით რაღაცა ლიდერობისთვის ტრენინგი გვაქვს ჩასატარებელი და 3 თვის მერე მომსახურება გვიწევს. არა, ეს უნდა იყოს მათ ინტერესებზე მორგებული და აბსოლუტურად მათ მოთხოვნილებებზე მორგებული და გაწერილი ტრენინგები და ლერნინგები. ყველაფერი ეს, იმიტომ რომ აი ესეთი HR, სწრაფი HR პრაქტიკები, რომლებიც დაფუძნებული და საინტერესო იქნება და იქნება უფრო მრავალმხრივი, ინოვაციური და სხვადასხვა პროექტებზე აგებული. და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ეს არის მნიშვნელობა. და ამ მნიშვნელობაში ვგულისხმობ ადამიანის, ანუ სამუშაოს შინაარს. რადგან არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ვართ დასაქმებულები ან არიან ჩვენი კოლეგები დასაქმებულები, ყველა სამუშაოს აქვს ღირსება. და კომპანიების კარგი ხელმძღვანელები და ლიდერები პირველ რიგში უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ თითოეულ თანამშრომელს აქვს იმის შეგრძნება, რომ მათ აფასებენ. რადგან მათ სჭირდებათ მათი მხრიდან აღიარება, მათ სჭირდებათ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციები ყველა დონეზე. ამ რაღაცა განსაკუთრებულად მაღალი ინფლაციის და ჯანდაცვის ხარჯების მატების ფონზე არ შემიძლია არ შევეხო ანაზღაურებას და სარგებელს. ყველა თანამშრომელს ეს არის ორი მთავარი პრიორიტეტი, სადაც თანამშრომლებს სურთ, რომ მათი შრომა ანაზღაურებული იქნას სამართლიანად და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ მივცეთ მყარი სარგებელი. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ შევთავაზოთ მრავალფეროვანი ბენეფიტები და თავში როცა ვახსენე, რომ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სწორად ვთავაზობთ ამ ბენეფიტებს, გულისხმობ იმას, რომ დღეს ვიღაცისთვის შეიძლება შინაური ცხოველის მოვლა იყოს პრიორიტეტი. ვიღაცისთვის შეიძლება საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის რესურსი და ამაზე ზრუნვა. ამიტომ არ უნდა დავინანოთ ამაში ინვესტიცია, ამიტომ უნდა გავცდეთ აი ამ რაღაცა სტანდარტული ჯანდაცვის გეგმებს და საპენსიო სქემების მიღმა უნდა ვიფიქროთ. წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ მხოლოდ კომპენსაციას, არ ვსარგებლობთ მხოლოდ რაღაცა სარგებლით, არამედ ვიღებთ ჯილდოს, რომელსაც გულწრფელად გვიფასებს ჩვენი კომპანია. არა მარტო ჩვენი კომპანიის კედლებში, არამედ მის მიღმაც. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბენეფიტები მორგებულია ჩვენს საჭირო ყველანაირ საჭიროებაზე და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ შესაძლებლობები ისეთივე უსაზღვრო უნდა იყოს, როგორც ჩვენი ფანტაზია. და აი ამ სარგებლის წყაროები შეიძლება სხვადასხვა რაღაცებიდან მომდინარეობდეს სამსახურებში. ეს არის ლიდერობა, ურთიერთობები, სამუშაოს შინაარსი და ასე შემდეგ. ამიტომ არის აუცილებელი, რომ კომპანიებმა უზრუნველყონ რესურსები ემოციური, ფიზიკური, შემეცნებითი მხარდაჭერით. და ბოლოს მინდა ვთქვა და ხო, ყველაზე მთავარი, რაც ყველაზე მეტად სურთ თანამშრომელს, ეს არის ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის.
თუ ვიქნებით რეალისტები და ხა არ წარმოვიდგენთ რომ აინდევენს Google-ში მუშაობთ ან ჩვენი ლიდერი ჯეფ ბეზოსი ან მაგერ მედია ტაბადაძე რომელიც უკვე დიდი ხანია 4 დღიანზე გადავიდა აუცილებლად ვაღიარებთ ყველა რომ ქართულ რეალობაში შეუძლებელია სამუშაო დროის არჩევანი მისცე თანამშრომელს და ეს და მოქნილი გახადო ეს ყველაფერი მაგრამ ამის საპირწონეთ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ მივცეთ მეტი დასვენების დღეები მივცეთ მეტად სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა კონკრეტული მოცულობის სამუშაოები კონკრეტულ საათებზე, რადგან კომპანიები, რომლებიც ითვალისწინებენ, ესმით და იგებენ თანამშრომლების აი ამ მოთხოვნილებას და აკმაყოფილებენ, გამოიმუშავებენ, დარწმუნებული ვარ, გამოიმუშავებენ ბევრად უფრო ლოიალურ, მოტივირებულ და მაღალ ეფექტურ სამუშაო ძალას. დასასრულისკენ კი უნდა ვთქვა, რომ 21 საუკუნეში ყველა ჩვენთაგანისთვის მოხდა ადამიანური რესურსების ხელახალი განსაზღვრა. და ამაში გულისხმობ, ეს არის ფუნდამენტური გადასვლა ადმინისტრაციული ნაწილიდან უფრო აი ორგანიზაციულ პარტნიორობაზე. ჩვენ ყველანი ცხოვრობთ ურთიერთ დამოკიდებულ სამყაროში, სადაც ერთი ადამიანი დამოკიდებულია სხვაზე და პირიქით. და საბოლოო ჯამში რაც არ უნდა კარგი პირობები შემოგთავაზოს კომპანიამ, მაინც თითოეულის ინდივიდზე დადის ის ამბავი, რომ რამდენად გვინდა ვიყოთ ჩვენ ჩართულები ამ ყველაფერში, რამდენად გვინდა რომ გავაძლიეროთ ჩვენი ძლიერი უნარები, რამდენად გვიღირს თუნდაც იმ თანამშრომელთან ურთიერთობების დაალაგებები, იმიტომ რომ ჩვენი სამუშაო კომფორტული გახდეს და რა წილი გვინდა ზოგადად გქონდეს აი ამ პარტნიორობაში. ერთი რამ რაც უცვლელად ვიცი, ის არის რომ რაც არ უნდა მომავალი გქონდეს ჩვენ სამუშაო სირთულეებს, HR-ი უნდა დარჩეს მოქნილად და წინდახედულად, იმიტომ რომ ადვილად გაუმკლავდეს აი ამ სირთულეებს, ადვილად გადალახოს ეს სირთულეები. ცოტა მე მგონი ძალიან ჩქარჩქარა ვილაპარაკე, იმიტომ რომ უკვე დავასრულე. დიდი მადლობა ყველას და მე იმედი მაქვს რომ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ძალისხმევით და აი ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით ძალიან შევძლებთ იმას რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანაგუნდელების ცხოვრება. გისმენთ. ძალიან სწორ და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეთ თქვენ მიმდინარე ძალებით მენეჯერულ პოზიციაზე. მაინტერესებს თქვენ აი ამ ყველაფერზე რაზეც ახლა ვისაუბრეთ, თუ ახერხებთ სამუშაო პრაქტიკაში ამ ყველაფრის გადატანას. თუ ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ მეც მენეჯერულ პოზიციაზე ვარ და მეც გითხრათ, თუმცა რაღაცებს ესე ვერ ვახერხებ. თქვენ რამდენად ახერხებთ ამ ყველაფრის სამუშაო? მადლობა. კითხვისთვის მეც გეტყვით რომ მეც ქართულ კომპანიაში ვმუშაობ და ძალიან მიჭირს მენეჯმენტის დარწმუნება იმ კუთხით რაღაცა ბიუჯეტის გამოყოფა იმაზე რომ ადამიანების სამუშაო გარემო გავხადო კომფორტული, მაგრამ მართლა გულწრფელად გეუბნებით რომ უკვე იმდენად 3 წელია უკვე აგროჰაბში ვარ და იცით ახლა რიტეილში მუშაობ და რიტეილის HR-ობა ზოგადად კიდე რა ცალკე ამბავია, მაგრამ აი იმდენად მოქნილი და კარგი მენეჯმენტი მყავს და რაც მთავარია ამ ადამიანებს ვასწავლე მოსმენა და ამ ადამიანებს ვასწავლე გადაწყვეტილებების მიღება. ვასწავლე რომ მათ უნდა დაიწყონ საუბრები, იმიტომ რომ გადაჭრან პრობლემები და ისინი როგორც მინიმუმ ისმენენ ხოლმე და მართალია შეიძლება პირველ ჯერზე არაფერი გამომივიდეს, მაგრამ მეორე ჯერზე და მესამე ჯერზე აუცილებლად მეხმარებიან. უმრავლესობა იმ ბენეფიტებისა, რაც ჩამოვთვალე მე პირადად ჩემ კომპანიაში დანერგილი მაქვს. მართალია ჩემი ნერვების და რესურსის ხარჯე, მაგრამ ნუ მიიღირდა ეს ყველაფერი იმათ, რომ ვიღაცები გამეხარებინა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს მენეჯმენტთან. მაგრამ რაღაცას მათ ფორმირებას მაინც მგონია რომ საბოლოო ჯამში შევცვლით, იმიტომ რომ მოცემულობა უბრალოდ არ შეეცვლებათ რა. როგორც კი პირველივე ხელშესახებ წარმატებას დაინახავენ, რომ ამან რაღაცა მოუტანა, ესენი ყველაფერს ციფრებში უყურებენ. და როგორც კი დაინახავენ, რომ აი ამან გაამართლა, მეორედ და მესამედ ადვილად წამოყვებიან. არ ვიცი რამდენად სწორად უპასუხე ხა თქვენს კითხვას, მაგრამ
კი, რაღაცეებზე მიწევს ბრძოლა, მაგრამ ბევრ რაღაცეებზე ვაღწევ შედეგს, კიდევ ერთხელ გეტყვით, ოღონდ ჩემი გუნდის, აი ნერვების ხარჯზე. გზა ცოტა ძნელია, კი, იქამდე მისასვლელი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყველას.